სად გაქრა შენი ენერგია, როცა ენერგეტიკულ სასმელებს მიირთმევთ? მათი საიდუმლო რეალურ ქიმიაშია. ენერგეტიკული სასმელები შეიცავს კოფეინს, შაქარს, ტაურინს, ბეჭდგუფის ვიტამინებს. მოდი თითოეულს განვიხილავ, რა ფუნქცია აქვს და როგორ მოქმედებს შენს ორგანიზმზე. კოფეინი არის სტიმულატორი. ის ბლოკავს ადენოზინის რეცეპტორებს. ადენოზინი ეს მოლეკულაა, რომელიც ნეირონებს ეუბნება, დასვენება გჭირდებაო. კოფეინი კი არ აძლევს ადენოზინის რეცეპტორებზე დაჯილდომის შანსს. ამიტომ ტვინი ვერ გრძნობს დაღლილობას. შედეგად თავს გრძნობ ენერგიულად და გაკვეცებულად. ენერგეტიკული სასმელი შეიძლება შეიცავდეს 80-დან 200 მგ-მდე კოფეინს. შედარებისთვის, ერთი ფინჯანი ყავა დაახლოებით 80 მგ შეიცავს, ხოლო 100 გრამ შოკოლადში კოფეინის რაოდენობა ბევრად ნაკლები. მოზარდებისთვის 100 მგ უკვე მაღალი დოზაა. 200 მგ-ის მიღებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ძილის არევა, გულის ცემის აჩქარება, თავბრუსხვევა, თვალთახედვის დაბინდვა, შფოთვა და მოუსვენრობა. შაქარი ნეირონებისთვის მთავარი საწვავია. როცა ბევრ შაქარს იღებ, სისხლში გლუკოზის დონე სწრაფად იზრდება და ენერგიის სწრაფ შეგრძნებას იწვევს. სტანდარტული 250 მლ ენერგეტიკული სასმელი შეიცავს დაახლოებით 27-30 გრამ შაქარს, ანუ 6-7 ჩაის კოვს. ორგანიზმი პასუხობს ინსულინის გამოყოფით, რათა შაქრის დონე დაარეგულიროს. ზოგჯერ ეს პროცესი ზედმეტად ეფექტურია და გლუკოზა მკვეთრად ეცემა, შედეგად ჩნდება ენერგიის უეცარი დაქვეითება. ენერგეტიკული სასმელი ენერგიას არ გაძლევს. ის უბრალოდ აიძულებს ორგანიზმს დროებითი რეზერვები დახარჯოს. ამიტომ ენერგიის სწრაფაწევას ხშირად მოყვება სწრაფი დაქვეითებაც. ქიმიის ცოდნა გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ გაცნობიერებული არჩევანი.